სალმებით ერთ საინტერესო ამოცანას შემოგთავაზებთ. მე-6-მე-6 კლასელებისთვისა, თუმცა ჩემი ახალი წიგნიდანაა მე-5 კლასელებისთვის, რომელსაც ვამზადებ და ასეთი ამოცანაა. გიამ დათვალა თუ კლასის ყოველი გოგონა მიიტანს 3 კილოგრამს, ხოლო ყოველი ბიჭი 5 კილოგრამ მაკულატურას, კლასის 25-ვე მოსწავლე მოაგროვებს 5 კილოგრამ მაკულატურას. გვიკითხებიან, რამდენი გოგონაა კლასში და რამდენი ბიჭია. ამ ამოცანის ამოხსნის ორ გზას განვიხილავ. ერთი მე-6 კლასელებისთვის, როდესაც განტოლებით ამოხსნით და მეორე მე-5 კლასელებისთვის განტოლების გარეშე. ვთქვათ, გოგონების რაოდენობა აღვნიშნოთ X-ით, კლასში გოგონების რაოდენობა. მაშინ ბიჭების რაოდენობა იქნება 25-ს გამოკლებული X, ეს იქნება ბიჭები. თუ ერთ გოგონას მიაქვს 3 კილოგრამი მაკულატურა, X რაოდენობა გოგონები მიიტანენ 3X კილოგრამს. ასევე თუ ერთ ბიჭს მიაქვს 5 კილოგრამი, 25-ს გამოკლებული X რაოდენობა ბიჭები მიიტანენ 5-ჯერ 25-ს გამოკლებული X კილოგრამ მაკულატურას და ორივეს ერთად მიაქვს უგროვდება 105 კილოგრამი. ამოვხსნათ ახლა განტოლება 3X დამატებული 125 გამოკლებული 5X ტოლია 105-ის, საიდანაც -2X ტოლია -20-ის, გავყოთ განტოლების ორივე მხარე -2-ზე და გვექნება X ტოლია 10-ის. სადამე გოგონები ყოფილა 10, მაშინ ბიჭი იქნება 15. ახლა კი მეორე გზა განვიხილოთ და ეს მე-5 კლასელებისთვის განტოლების გარეშე ლოგიკური მსჯელობით. ვთქვათ, რომ გოგონებსაც ისევე როგორც ბიჭებს მიაქვს თითოეულს 5 კილოგრამი მაკულატურა. მაშინ 25 მოსწავლე სულ 5 კილოგრამს მიიტანს, მოგროვდება 125 კილოგრამი, ხომ ასეა? ეს 125 კილოგრამი 105-ზე მეტია რამდენით? 20 კილოგრამით, ხომ? ეხლა მეორეს მხრივ გოგოებს რეალურად მიაქვთ 3 კილოგრამი, ანუ ბიჭების და გოგონების მიტანილ შორის სხვაობა არის 2 კილოგრამი მაკულატურის სხვაობა, ხომ ასეა? 20 ზედმეტი 20 კილოგრამი გავყოთ ამ სხვაობაზე 2 კილოგრამზე ტოლია 10-ის. ესე იგი რა გამოვიდა? ყოფილა 10 გოგონა და მაშინ ბიჭი იქნება 15. აი ეს იყო სულ მომავალ შეხვედრამდე.